რა ხდება? ეს პატივცემული არსებები სექტემბერში შედიან სკოლაში. ერთი შეხედვით ძალიან ისეთი საყვარელი ფაქტია და ძალიანაც უნდა მიხაროდეს, თუმცა საქმე რაშია. ჩემს უბანში აბსოლუტურად ყველა სკოლაში პირველი კლასი არის მეორე ცვლაში. ანა, ჩემი უფროსი შვილი, სწავლობს პირველ ცვლაში. რა გამოდის? რომ მთელი დღის მანძილზე მე უნდა ვიყო სკოლასა და სახლს შორის გზაზე და მუდმივ რეჟიმში ვატარო ეს ბავშვები სკოლაში. დილით ერთი წავიყვანო, მერე გამოვიქცე, მოვამზადო პატარები, მერე პატარები წავიყვანო და აბსოლუტურად უნდა მოვწყდე ყველაფერს. სახელმწიფო მე მინიმალურადაც არ მიჭერს მხარს როგორც დედას, რომ მინიმუმ ერთ ცვლაში მაინც მყავდეს ბავშვები, რომ შევძლო თვითრეალიზება ან მინიმუმ იმდენი თანხის გამომუშავება, რომ ჩემს შვილებს დავეხმარო. როგორ ფიქრობთ, ეს რამდენად ნორმალურია და რამდენი თქვენგანი ხართ ჩემს დღეში?